ეთერი, რა თქმა უნდა, ხვალ საქართველოში არჩევნებია, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება წელს პირველად ხდება. ბევრი ახალი დეტალია გასათვალისწინებელი, თუ და გაითვალისწინოს ამომრჩეველმა და ამ ყველაფერზე დეტალურად პირდაპირ ეთერში ჩაგვერთება CESCO-ს პრესპიკერი ნათია იოსელიანი, დილა მშვიდობისა. პირველ რიგში მადლობა რომ დავითმეთ დრო და მაყურებელს კიდევ ერთხელ გვაქვს შესაძლებლობა ავუხსნათ პროცედურები. მოდით დავიწყოთ ყველაფერი თავიდან შესვლისა, აი საარჩევნო უბანში შესვლის მომენტიდან როგორ იწყება პროცედურები. რა არის პირველი პროცედურა, რაც უნდა გავაკეთოთ? მოგესალმებით ყველას, მადლობას გიხდით ჩართვისთვის. ხვალ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. მოდით სანამ დავიწყებთ უშუალოდ საარჩევნო უბანზე პირველი ნაბიჯიდან, შევახსენოთ კიდევ ერთხელ ამომრჩევლებს, რომ გადაამოწმონ აუცილებლად საარჩევნო უბნების მიმართები და აუცილებლად საარჩევნო უბანზე წამოსვლისას თან იქონიონ ვალიდური პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. შეეხება პირველ ნაბიჯს, ამომრჩეველი, საარჩევნო უბანზე პირველად შეხვდება ნაკადის მომწესრიგებელ საარჩევნო კომისიის წევრს და იქ გაივლის მარკირების შემოწმების პროცედურას და ასევე ნაკადის მომწესრიგებელს წარუდგენს მის დამადასტურებელ დოკუმენტს. ნაკადის მომწესრიგებელი შეამოწმებს არის თუ არა დოკუმენტი ვადიანი და ამის შემდეგ უკვე გადაამისამართებს რეგისტრატორთან. ამომრჩევლებისთვის ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ ჩვენ ტრადიციული წესით ანბანური თანმიმდევრობით ველოდებოდით რეგისტრატორს, ახლა უკვე ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან შეუძლია ამომრჩეველს რომ გადაინაცვლოს და გაიაროს ელექტრონული ვერიფიკაცია, როგორც მოგეხსენებათ, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იქნება წელს 90% ამომრჩევლების ხმას მისცემენ სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და ვერიფიკაციაც მოხდება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. წარადგენს მის დოკუმენტს დიახ, ისმენთ თუ აკითხვა შეიძლება თქვენ აღნიშნეთ რა თქმა უნდა ელექტრონული პირადობის მოწმობა ან პასპორტი უნდა იქონიონ ამომრჩევლებმა თან. მაგალითად თუ დაზიანებულია ელექტრონული პირადობის მოწმობა და ვერიფიკაციის აპარატი დაზიანდა იმ მომენტში, მაშინ რა ხდება? ამ შემთხვევაში მოხდება ჩვენს ვერიფიკაციის აპარატს აქვს ხელით შეყვანის ველიც, ამ შემთხვევაში მოხდება ამომრჩევლის პირადი ნომრის ხელით შეყვანა ვერიფიკაციის აპარატში, რაც შეეხება ვერიფიკაციის აპარატს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე დავასრულეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საოპერაციო სასაწყობე სივრციდან ყველა ელექტრონული ტექნოლოგიების გატესტვა და ასევე შემოწმება და უკვე დასრულებულია საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის აღნიშნული ტექნოლოგიებისა და დოკუმენტაციის მიწოდება. მიუხედავად ამისა, თუ მოხდა რაიმე ტიპის ტექნიკური შეფერხება, ამ შემთხვევაში გაგრძელდება პროცესი საარჩევნო უბანზე სხვა ვერიფიკაციის აპარატების გამოყენებით. შეგახსენებთ, რომ უბანზე იქნება მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 ვერიფიკაციის აპარატი და ასევე მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 3 ხმისმცვლელი აპარატი. დიახ, ნათია, ბევრი საუბრობდა, რომ შესაძლოა გამოიწვიოს ამ პროცესმა რიგები საარჩევნო უბნებთან. რამდენად ვართ დაზღვეულები ამისგან? შესაძლებელია ქონია ამის პრაქტიკაც, რომ საარჩევნო უბანზე მიდის ძალიან დიდი ნაკადი ამომრჩევლების, როგორც მოგეხსენებათ, არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ იყოს საარჩევნო უბანზე რიგი, თუმცა ნაკადის მომწესრიგებელი აღნიშნულ რიგს კანონმდებლობის შესაბამისად დაარეგულირებს და როგორც მე თქვენ გითხარით, ამომრჩევლებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ სწრაფად გაიარონ აღნიშნული პროცესი. ჩვენი დაკვირვებით უბანზე მისულ ამომრჩეველს აქვს იკავებს სადღაც 1 წუთამდე დროს იმისათვის, რომ გაიაროს ყველა პროცედურა. ჩვენ გაგრძელოთ, მოდით კი დაუბრუნდეთ ის რეგისტრაციის პროცედურებს დაუბრუნდეთ, კი, პროცედურებს. რეგისტრატორი აკეთებს მარკირებას, აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული რეგისტრაციის შემდეგ იბეჭდება შესაბამისი ელექტრონული ქვითარი ვერიფიკაციის აპარატიდან, მას შემდეგ რაც რეგისტრატორი კომისიის წევრი დაადასტურებს შესაბამისობას ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის და ასევე ვერიფიკაციის აპარატში ჩატვირთული მონაცემების შესაბამისობის დადგენის შემდეგ ამ ქვითარზე ამომრჩეველი აწერს ხელს აუცილებლად და ეს ქვითარი რჩება ჩვენთან. ეს არის დასტური იმისა, რომ ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მივიდა. როგორც თქვენ გახსოვთ, ტრადიციული წესით ჩატარებული არჩევნების დროს ამომრჩეველთა ერთიანი სამაგიდე ვერსიაზე აწერდა ხელს, ამ შემთხვევაში უკვე ელექტრონული ტექნოლოგია.
ნათია, ერთი კითხვა აუცილებლად უნდა დავსვათ. შესაძლოა ყველა ვერ უცებ ვერ გაიაროს, აი მოწესრიგებულად, იმიტომ რომ იქ ბევრი პროცედურა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ თქვით, რომ ნახევარში შეიძლება ეს მოხდეს. მე მაგალითად, როგორც ამომრჩეველი, რომელიც უბანზე შევა, რომ არ ჩამეთვალოს დარღვევად რამე ქმედება. არის ვინმე, ვინც დამეხმარება გზის გაკვალვაში, ისე რომ არ ჩამეთვალოს დარღვევად. ვის უნდა მიუმართო ასე დროს დახმარებისთვის? რა თქმა უნდა, საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 17 კომისიის წევრისგან, ასევე ხელმძღვანელი პირები, თავმჯდომარე და მოადგილე უბანზე, რა თქმა უნდა, აქცევენ ამ ყველაფერს ყურადღებას, თუ არის დახმარება საჭირო, აუცილებლად არის თავმჯდომარის საქმის კურსში ჩაყენება აუცილებელი, თქვენ ამომრჩეველი მარტო უნდა იყოს ფარული კენჭისყრის კაბინაში, მას შემდეგ რაც ბიულეტენს გადასცემს მას რეგისტრატორი, თუმცა თუ მას დახმარება ჭირდება, შეუძლია რომ თავმჯდომარეს მიმართოს და ნებისმიერი სხვა ამომრჩეველი დაეხმაროს ამომრჩეველს. გავახვილოთ ასევე ყურადღება იმაზე, რომ ახალი სახის ბიულეტენები გვექნება, ასევე ხმის მიცემის წესია შეცვლილი და ნაცვლად სასურველი სუბიექტის წინ არსებული რიგითი ნომრის შეუხაზვა. ახლა ამომრჩევლები უნდა გააერთონ წრე შესაბამისად რეგისტრატორი ამ აუხსნის ამომრჩეველს გააფერადებინებს საცდელ წრეს რეგისტრატორის მაგიდასთან, აუხსნის ჩარჩო-კონვერტის გამოყენების წესსაც და აი ამის შემდეგ გადაამისამართებს ფარული კენჭისყრის კაბინაში. აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ შედეგები რამდენ ხანში გვეცოდინება? შეგიძლიათ რომ გითხრათ, იმიტომ რომ ეს პროცედურები ხო ამარტივებს ამ. დიახ, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მას შემდეგ რაც დაიხურება საარჩევნო უბნები, არის რამდენიმე კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურა, ამ პროცედურების დასრულების შემდეგ 2 საათის განმავლობაში უკვე ჩვენ გვეცოდინება პირველადი შედეგები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ცოტა უფრო გვიან, იმიტომ რომ საათზე დაიხურება, თუმცა თუ რიგში დგას ამომრჩევლები, ამ შემთხვევაში ექნებათ მათ იმის შესაძლებლობა, რომ მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავმჯდომარემ გადასტანის საარჩევნო ყუთში არსებული ბიულეტენები უნდა მოათავსოს მთლელ ყუთებში, ხმისმთვრელ ყუთებში და აი ამის შემდეგ უკვე დაიწყება პირველადი შედეგების ამობეჭდვა საარჩევნო უბანზე, გასაჯაროვდება ეს მონაცემები და პირდაპირ პლანშეტის გამოყენებით ეს მონაცემები გადმოიგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ასევე კიდევ ერთი მინდა გავამახვილო ყურადღება ერთ საკითხზე, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ინტერნეტს, არც ვერიფიკაციის აპარატი და არც ხმისმთვრელი აპარატი ინტერნეტთან არ არის დაკავშირებული და ამომრჩევლებს მოუწოდებ, რომ მოვიდნენ საარჩევნო უბანზე, გააკეთონ არჩევანი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ ფარული კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეო გადაღებები არ შეიძლება და ასევე ამას მიაქციონ ყურადღება. ველოდებით ყველა ამომრჩეველს ცენტრალური საარჩევნო კომისია მზად არის ხვალ მაღალი დონის სერვისი გაუწიოს. წარმატებებს გისურვებთ, ნათია იუსელი, მადლობა დიდ ეთერში.